თბილ სერვის ჯგუფის წარმომადგენლები ამ წუთებში იმყოფებიან ათონელის რეზიდენციის ეზოში. დიდი სამზადისი მიმდინარეობს ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლის ეზოში. აქ დიდი ალბათობით თბილ სერვის ჯგუფის წარმომადგენლები არიან მოსული იმისთვის, რათა საახალწლო განათებები დაამონტაჟონ და ხედავთ კიდე ცხეები მორთეს, ასევე განათებები არის ბალახზე და ასევე სამი ნაძვის ხე დაამონტაჟეს და გაანათეს. დიდი ალბათობით საახალწლო განათებები ეწყობა და მზადდება ხვალინდელი დღისთვის, ვინაიდან ხვალ მიხეილ ყაველაშვილი როგორც პრეზიდენტი მიულოცავს ქართველ ხალხს ახალ წელს და სწორედ ამ მილოცვისთვის მზადდება სავარაუდოდ ეს დეკორაციები. ამ წუთებში ჩაქრა ეს განათებები, თუმცა ფაქტი არის, რომ თბილ სერვის ჯგუფის მთავარ მიზანს ახლა წარმოადგენს, რომ ხვალინდელი საახალწლო მიმართვის დროს იყოს აქ შესაბამისი საახალწლო დეკორაციები და ბუნებრივია ალბათ მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ და შესაბამის ვიზუალურ მდგომარეობას შექმნიან. უნდა აღინიშნოს, რომ ათონელის სასახლეში სინათლე გამოდის ფანჯრებიდან, სავარაუდოდ მთელი ღამის განმავლობაში აქ მოემზადება და მოეწყობა ყველაფერი იმისთვის, რათა მიხეილ ყაველაშვილი გადმოვიდეს უკვე ამ სასახლეში და აქედან შეუდგეს, ასე რომ ვთქვათ, საქმიანობას, თუმცა ჩვენ ვეცადეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა უკვე მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ მომავალ სამუშაო სივრცეში. ჯერჯერობით ეს ჩვენთვის უცნობი არის, თუმცა თუ არა ახლა ხვალ აუცილებლად ყაველაშვილი გადმოინაცვლებს უკვე ათონელის რეზიდენციაში და როგორც გითხარით, სავარაუდოდ ზუსტად ამ ეზოდან მიულოცავს ქართველ ხალხს ახალ წელს და სწორედ ამ საგანგებო მილოცვისთვის სავარაუდოდ ემზადებიან თბილ სერვის ჯგუფის წარმომადგენლები და ადგილზე ამონტაჟებენ საახალწლო განათებას. ჩვენ ვრჩებით ბუნებრივია ადგილზე და ვნახავთ კიდევ რა დეტალები შეიძლება დაამატონ ან მოაშორონ ათონელის რეზიდენციას და ამის შესაბამისად მოკლედ მოგვიანებით დაგიბრუნდებით.